ლევან ზურაბიშვილი 16 წლისაა. მისი ცხოვრების ისტორია რთული მოსასმენია. ლევანი სულ რაღაც 10 წლის იყო, როდესაც გაიგო ის, რამაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ბავშვობის ნახევარი მან საავადმყოფოებში გაატარა, მძიმე ოპერაციებისა და ქიმიოთერაპიების მუდმივ მოლოდინში. ლევანი 6 წელია ნათხემის სიმსივნეს ებრძვის და ცდილობს იმედი არ დაკარგოს. მის თვალებში სიცოცხლის უდიდესი სურვილი იგრძნობა. ბაგეზე კი მარად ღიმილი დასთამაშებს, რათა გარშემომყოფები არ შეაწუხოს თავის ტკივილით. 16 წლის ლევანი შეყვარებულია თავად სიცოცხლეზე და სურს ეს მარად ასე იყოს. იგი ოცნებობს და სჯერა, რომ უფლისა და კეთილი ადამიანების დახმარებით შესძლებს ყოველთვის საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნას. ყველაფერი კარგად იქნება და მალე მორჩენ მკურნალობას. და მე რას წინდა იმას გავაკეთე. მიყვარს კომპიუტერზე თამაში დიდხანს ინტერნეტში ვარ ხოლმე უმეტესად. მანქანა მიზიდავს ყველაზე ძალიან. მიყვარს ეს სწრაფი. და ტელეფონი არ მაქვს და დღესდღეობით ჩემთვის ტელეფონს ხვარავ. მეუბნებია რომ ეს რაღაც პრობლემები აქვს ხოლმე და მე მივიდვარ ხმარები ხოლმე. ლევანის მშობლები 6 წელია შვილთან ერთად იბრძვიან. ისინი ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ფეხბურთის თამაშის დროს თავი მიეტყვე შტანგას. და დაიწყო ტკივილები, ნუ. 2007 წელში გადავიღეთ მაგნიტორეზონანსული და აღმოჩნდა თავის ტვინის სიმსივნე. წავიყვანეთ იაშვილში გვეწვინა. ნათხემის სიმსივნე მეოთხე პარკუზე. დღესდღეობით ცხოვრობთ სიმამლის სახლში ცხოვრობ. უბრალოდ მე მინდა რომ ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეში არ ჩავაგდო და ყველა დედა ამას იოცნებებდა რომ სადაც რა იქნება ჩემი შვილისთვის საშველი მე ვაპირებ სადა დედამიწას მოვთხრი და მე ვაპირებ რომ ჩემი შვილის სიცოცხლე შეუნარჩუნო სადაც არ უნდა დამჭირდეს. ახლა გერმანიაში გვაქვს გაგზავნილი საზღვარგარეთ დისკები რამე და პასუხს ველოდებით რა იქნება იქიდან. მიუხედავად მძიმე სენისა ლევანის ცხოვრება მრავალფეროვანი გატაცებებით გამოირჩევა. ლევანს აქვს პატარა სახელოსნო, სადაც ძველ მწყობრიდან გამოსულ ტექნიკის ნაწილებს აგროვებს და ცდილობს მათ შეკეთებას. მას უყვარს და მოსწონს სხვა ადამიანებზე ზრუნვა. იგი საკუთარი ძალებით ეხმარება მეზობლებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში. ლევანი სოფელ ვარდისუბნის სანაქებო ბავშვია. ძალიან კაი ბავშვია, თუ რამე გამიჭირდება ოჯახი მობრძანდება და მშველის ხომი. მით უმეტესად ოჯახი მოხუცი კაცი ვარ და მეტყვის ხომი რომ არავინ არ აყავ და რატო ბიძია მოგეხმარები. ლევანის დასახმარებლად მანისის მუნიციპალიტეტშიც გამოიჩინეს ინიციატივა. შენობ ხარში ამოგვიდგა დვანსის მუნიციპალიტეტის გამგეობა, დვანსის კულტურის სახლი, ახალგაზრდული კლუბი, მოსახლეობა, რაზედაც აგერ დღეს ეწყობა მისთვის საქველმოქმედო კონცერტი, ჩართულია მთელი ახალგაზრდობა. დაუკავშირდი საქველმოქმედო ფონდს იმედის ხელი, რომელიც დაგვეხმარა წინა საქველმოქმედო კონცერტის დროს და დავიწყეთ მუშაობა ახალ საქველმოქმედო კონცერტზე. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობით დღეს ლევანსაც დავეხმარებით და კიდევ ერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ. საქველმოქმედო ფონდმა იმედის ხელი 24 აგვისტოს ქალაქ დმანისში ლევანის დასახმარებლად გამართა კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები. საქველმოქმედო ფონდი იმედის ხელი როგორც მოგეხსენებათ მძიმე სნეულებით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობას ემსახურება. ჩვენ ზაფხულში დავიწყეთ საქველმოქმედო ტურნე კონცერტის სახით, რომელიც ვატარებთ ხოლმე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ამჯერად ჩვენ ვატარებთ ჩამოვედით ქალაქ დმანისში და ვატარებთ საქველმოქმედო კონცერტს დმანისის მკვიდრ 16 წლის ლევანი ზურაბიშვილის გადასარჩენად. მას როგორც მოგეხსენებათ სიმსივნით არის დაავადებული და ესაჭიროება ძვირად ღირებული მკურნალობა. მე მინდა მოვუწოდო თითოეულ მაყურებელს ვინც გვიყურებს რომ აი შემდგომშიც შესაძლებლობა მიეცემა ყველას რომ პატარა წვლილი შეიტანოს ლევანის გადასარჩენად და ყველას მოვუწოდებ რომ თუნდაც ერთი ლარით მაინც
დაეხმაროს. მეც ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას და ვთვლი რომ რაღაც პატარა წვლილი მაინც შემოგვჭ ჩემი სიმღერით. დღეს ვეხმარებით 16 წლის ლევან ზურაბიშვილს და იმედი მაქვს რომ შედეგს გამოიღებს. ასევე ვიყავი აპრილში, პატარა გიოს დავეხმარეთ და საკმაოდ კარგი თანხა მოვაგროვეთ და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მსმენელს, ვინც მოვიდა და დაეხმარა და დღესაც მინდა მიმართო რომ ვისაც რა შესაძლებლობა გაქვთ, ძალიან გთხოვთ რომ თუნდაც ის ერთი ლარი იმედის ხელისა და საზოგადოების ჩართულობით ლევანის დასახმარებლად 4010 ლარი შეგროვდა. 16 წლის ბიჭს საზღვარგარეთ, კერძოდ საფრანგეთში ესაჭიროება მკურნალობა. ამდენად თითოეული ადამიანის როლი და მცირედი თანადგომაც კი ლევანისათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.